რიგით მეექვსე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით გურჯაანში 250-მდე მომსახურების მიღება უკვე ერთ სივრცეში შეიძლება. აქვე ფუნქციონირებს ლიდერთა სახლი, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებენ. რეპორტაჟი კახეთიდან. ბათუმის, რუსთავის, ოზურგეთის, მესტიისა და ქუთაისის შემდეგ 250-მდე მომსახურების მიღება ერთ სივრცეში უკვე გურჯაანელებსაც შეუძლიათ. რიგით მეექვსე იუსტიციის სახლი კახეთში ოფიციალურად დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი ჯერ საბავშვო კუთხეში იუსტიციის სახლის პატარა სტუმრებს გაესაუბრა. შემდეგ ის სტუდენტებს საჩუქრად სპეციალურად მათთვის დამზადებული ბარათები გადასცა. ყველა ბიზნეს უთხრა, რომ რაც მეც ფასდაკლებას მიცემს სტუდენტებს, მით უფრო მეტი გვექნება ბრუნვა, იმიტომ რომ სტუდენტები ენთუზიასტი ხალხია, პატარა ფასდაკლებას და აშკარად უფრო მეტი ბიზნეს გექნებით. ეხლა რკინიგზაზე ნახევარფასზე ვაძლევთ ჩვენ, კინოთეატრებში, ყველაზე ამინანში, რუსთავში, სხვა საქართველოს კინოთეატრებში არის 10 ლარიანი ფასდაკლება სეანსებზე, იქ სხვადასხვა სუპერმარკეტებში, მედიათეკებში, სხვადასხვა საინფორმაციო მომსახურებაზე, მაგრამ მინდა რომ ყველა ბიზნესმა შეხედოს სტუდენტურ კარტს ძალიან დიდი სერიოზულობით. ეხლა მე გადავცემ ასევე სტუდენტებს და თავფასოა სტუდენტებისთვის ზურაბ გლიშაშვილი. იცით რომ ასევე სტუდენტებს გადაეცემოთ უფასო დაზღვევა, ეს ექსტრას ვიღებთ კარტს თავისი ფასდაკლებით, სტუდენტურ ბარათს და წელს ასევე მიიღებენ ისიც სადაზღვეო ბარათს და ყველა სტუდენტი იქნება დაზღვეული. გიორგი ყოლბეზაშვილი. სოსო შავკაციშვილი, სოსო მარიანა. მერაბი მეტროთი მგზავრობისას და სამართო ტრანსპორტით მგზავრობისას გამოვიყენებ ვიდეო სუპერმარკეტებში. გურჯაანის ახლოს გახსნილ შენობაში ფუნქციონირებს ლიდერთა სახლი, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებენ. გურჯაანელი მოსწავლეებისთვის სპორტული და შემეცნებითი შეჯიბრებები მოეწყობა, გაიმართება კინოჩვენებები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. იუსტიციის სახლის პროექტებზე ქვეყნის პირველ პირს დეტალური ინფორმაცია გიორგი ვაშაძე მიაწოდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდული აქტივობები სხვა რაიონებს სადაც დავიწყეთ, იქ ათასობით სტუდენტი ჩაერთო და უფრო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. ეს არის გამწვანების აქციები, დახმარების აქციები მოხუცებულთათვის, ასევე კომიტეტის ცოდნის გამოცემა საზოგადოებაში ახალგაზრდების ჩართვა, რომ სოფლებში ჩავიდეთ და იქ მოუყვეთ კიდე ადგილობრივ მოსახლეობას, მაქსიმალური ინტეგრაცია რომ მოხდეს და ცოდნა, ეს არის ამოსავალი წერტილი. ცოდნა და ამაზე გვექნება ამ ერთმანეთს გურჯაანში ძალიან წვიერი ხალხია საერთოდ და ბავშვი მიწურებს. პრინციპში ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული უკვე აქტიურობა და თვითონ უკვე უნდა თელს ქალაქში და თელს რაიონში ძალიან აქტიურად უნდა ემუშაონ ამ საკითხთან დაკავშირებით. გაერო მიანიჭა იუსტიციის სახლებს სოფლიო მასშტაბით პრემია ყველაზე ინოვაციური პროექტისთვის. გაერო წარჩიდება ამისთვის ნახეთ. ამერიკის სახელმწიფო დივანი საერთოდ გაუგნებული წავიდა ბათუმიდან, როცა ნახა იუსტიციის სახლი და თქვა რომ მსგავსი არაფერი ასადად მინახავსო ამერიკის ჩათვლით. მართლა ესეა. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო შორს წასული ხალხის მომსახურების იდეა არის სოფლიოს მასშტაბით. ჩვენ რაღაც ახალი ინოვაცია შევქმნით ამ ხრივ საქართველოში, რომ გავადვილოთ ხალხს ცხოვრება. ეს არის ეს ქართული არქიტექტურის გაკეთებულია, ბევრი სხვა უცხოელის გაკეთებულია, მაგრამ თუ დააკვირდებით საქართველოში რადიკალებს პირველი სამიზნე არის შუშის ხიდი, ნუ ეს ყველა მწვერვალი სამი პირველი დასანგრევი ობიექტი, მეორე ასე პარლამენტი და პარლამენტის მოსპობა უნდა ქუთაისში და მესამე ეს არის იუსტიციის სახლი, მებრძოლ იუსტიციის სახლებს. ამას სხვა შორის პარლამენტში პარლამენტის უკანა შენობაში და არა პარლამენტში. პარლამენტში უკანა არის დამხმარე შენობა, პატარა და იქ ჩამოიშალა ხარაჩო სამწუხაროდ ერთი მუშა დაგუღობა და ვიძიებთ ამას რა მოხდა ზუსტად, მაგრამ ამ გამოვაგონა რომ ესე იგი რაღაცა ჯგუფები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ისეთი გახარებული იყო რომ რაღაცა ჩამოიღდა და რაღაც ტრაგედია მოხდა. ისეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს. ისეთი შეღიამული და რამის ხორხოცია და ეს ამ ყველაფერს. ნიშნის მოგებით. აი გულით უხარიათ გრევა. ეს გრევის მოციქულები საიდან გამოწვია? რამდენი მართლა მიყურს ამდენი წლიანი, რომ ამდენი წელი ვაშინებთ და უცებ გაჩნდა კლასი, რომელსაც გრევა უნდა
უხარია მოსწონს და ამას გამოხატავს. მაგრამ მაგათ იმედგაცრუება ჩვენ გავაგზავნებთ ამ ყველაფერს კეთებას. გურჯაანის იუსტიციის სახლში ძირითადად ადგილობრივები და საქმე თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩნენ და მათ სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. ვარ გურჯაანელი, ადგილობრივი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ზუსტად ადგილობრივებს მოგვეცა იმის საშუალება, რომ დავსაქმებულიყავით აქ იუსტიციის სახლში. დღეს უკვე 21 საუკუნეა და ასეთი სერვისი აბსოლუტურად მისაცალმებელია, აუცილებელია, ცხოვრებისეულია. და ასეთი შენობები და ასეთი მომსახურება ყველას უნდა კონდეს, ყველა რაიონში და ყველა ქალაქში. გურჯაანის იუსტიციის სახლის პროექტი ქართველ არქიტექტორს ირაკლი შარაშიძეს ეკუთვნის. მისი მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 10 თვეში დასრულდა. გურჯაანის პარკში მდებარე შენობას იუსტიციის სახლის ლოგოს ყვავილის ფორმა აქვს. იგი მთლიანად გამჭვირვალე მინითაა შეფუთული. შენობის ფორმა გეგმაში აღებულია დაახლოებით წააგავს იუსტიციის სახლის ლოგოს, ეს დინამიკა და ეს საზოგადოებისთვის უფრო ახლოს და მიღებული იყო და რა თქმა უნდა გამოყენებულია მინა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია იყოს საზოგადოებისათვის. იუსტიციის სახლები 2012 წლის ბოლომდე კიდევ 5 ქალაქში ამოქმედება, მათ შორის თბილისშიც.